მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, ჩემი სივრციდან, შენი სულიერი სივრცის არხიდან, დიდი სიყვარულით, ხსნი არხს ჩემი მსმენელებისთვის, სინათლის არხს, რა თქმა უნდა, იმისთვის კი, რომ მიხვდე გაშლა შენია თუ არა, გავაკეთოთ სიგნიფიკაცია ამ არხში, სადაც უნდა გამოვიდეს ინფორმაცია, შენია თუ არა, რომ მიხვდე სინათლის არხში აუცილებელია ეს დაგისაბუთოთ, რომ მიხვდე ეს ინფორმაცია შენ გეკუთვნის თუ არა ეს ვიდეო შეხვდა შემთხვევით დიდი ალბათობით ალგორითმულად შენ გეკუთვნის, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაზუსტებთ. ამიტომ ნახოთ შენი ახლანდელი ცხოვრების მთავარი საფიქრალი რაში მდგომარეობს. რომ მიხვდე გაშლა შენია თუ არა შენი სულიერი სივრცის არხიდან. გადაწყვეტილებაში, რომელიც ოჯახურ თემასთან დაკავშირებით მიიღე, ეს როგორი რაღაცაა, იცი? მიწიერ დონეზე ან დიდხნიანი რაღაცა ურთიერთობა გაკავშირებს ადამიანთან და აქ რაღაცა უფრო, ასე ვთქვათ, ბედნიერებისთვის, თქვენი, ასე ვთქვათ, უფრო ბედნიერი მომავლისთვის, ჰარმონიული, მოდი ასე ვთქვათ, ემოციურად ჰარმონიული მომავლისთვის რაღაცა გადაწყვეტილება მიიღე შენ და ამ გადაწყვეტილებაზე შეიძლება რაღაცაზე იცი რა არის, დიდი ხანი ფიქრობდი და ან გიტრიალებს თავში აზრი დიდი ხანია ამ თავში აზრი გიტრიალებს ამ საკითხზე და რაღაცა გადაწყვეტილება კი მიიღე, მაგრამ მაინც ეჭვი გაქვს ამ გადაწყვეტილებაში. დიდი ხანი ფიქრობდი ამ გადაწყვეტილებაზე, რა გადაწყვეტილებაც მიიღე, მაგრამ მაინც ეჭვი გაქვს ამ გადაწყვეტილებაში, რომ შეიძლება შეიცვალოს შენი ეს გადაწყვეტილება ამ ოჯახურ მომავლის ჰარმონიასთან დაკავშირებით. თუ რაღაცა ფორმით იცანი შენი სიგნიფიკაცია, მაშინ გაშლა შენ გეკუთვნის. რა გადაწყვეტილება ოჯახის თანაცხოვრებასთან მიმართებაში, რომელსაც დიდი ხანია იკვლევდი, ცდილობდი გამოგეყვანა რაღაცა საშუალო არითმეტიკული ამოცანა ამოგეხსნა, ვერ ამოხსენი, დიდი ხანი თანაცხოვრება შეიძლება იყო, მაგრამ აი ის ჰარმონია რაღაცა არ იყო რა, უფრო რას ეხება ეს მოჩვენეთ. ხო, იცი რა იყო, აქ შეიძლება ფიქრობდით, რომ ოჯახურ საკითხთან დაკავშირებით დიდი ხანია ურთიერთობა გაკავშირებთ ამ ადამიანთან, მაგრამ მომავლის მანძილი იყო თქვენს ურთიერთობაში და ეს მანძილი თქვენ შეიძლება შვილები გინდათ, შეიძლება იმენა ოჯახი გინდათ რა. ამ შანსს ელოდებოდით, რომ მოგწოდათ ეს ადამიანი. აქ ხო გეუბნებით პირველი ინფორმაცია, რაც მოდის, შეიძლება აქ ფიქრობთ, რომ ეს ადამიანი გატყუებთ და ამიტომ ან უნდა დამთავრდეს ჩვენ შორის ეს მიდი-მოდი მდგომარეობა და მანძილი, ან არა და ესე მოტყუებულად ვეღარ ვიქნებით ამით. აი ეს მისი წასვლა-მოსვლა ძალიან ჭამდათ. ამიტომ მიიღეთ გადაწყვეტილება, შეიძლება აქ იყო ისა რა ქვია, არაერთხელ გეტკინათ ამ ადამიანთან მიმართებაში გული, ხო. თითქოს სიყვარულში გამარჯვებული ხართ, მაგრამ ეს არის რა ქვია, გამოსავალს ვერ ხედავ. არა, გამარჯვება გინდათ ამ სიყვარულში, მაგრამ გამოსავალს ვერ ხედავთ. აქ შეიძლება სამკუთხედიც არის და აქ ამ საკითხთან დაკავშირებით დასვით საკითხი, რომ ან იქნება ასე, ან არა და всё, მე დავსვი წერტილი და ვიწყებ ახალ ცხოვრებას. ან ვიქნებით ჩვენ და ვიცხოვრებთ როგორც ოჯახი და ეს ჩვენ შორის მანძილი და ამდენხნიანი, შეიძლება ერთწლიანი
ურთიერთობა, რომელიც იყო მანძილზე დასრულდება და მომავალში მანძილი აღარ იქნება ჩვენ შორის, ან აი ესეთი რაღაცაა რა. ნახოთ ახლა არსებულ სიტუაციაში როგორ უნდა მოიქცეთ თქვენ ჩემო ძვირფასებო მივესალმები ახლა ვინც გვერდდება ჩვენს მსმენელს, მაყურებელს დიდი სიყვარულით და პოზიტიური ენერგიებით. ჩემო ძვირფასო ქალბატონო, ჩვენი დილის ყავის გაშლა მზადდება თქვენთვის, მე კი ჩემი სულიერი სივრციდან მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით ჩვენს მსმენელებს, ჩვენი არხის მსმენელებს და გისურვებთ სულით და გულით პოზიტიურ და წარმატებულ დღეს და ცხოვრებას. ეს ახლა ვინც შემოგვერდა, ვიღაცა შემომიფრინდა, ვინც მომესალმა და მეც მივესალმე დიდი სიყვარულით. აი ახლა ამ სიტუაციაში, ამ არსებულ სიტუაციაში შენ როგორ უნდა მოიქცე? ვკითხოთ სამყარო, ეს ადამიანი როგორ უნდა მოიქცეს? აი აქ როგორ არის იცი? შენ ფიქრობ, რომ შენ მიღებულ გადაწყვეტილებაში შეიტან ცვლილებას, მაგრამ აი რა ვიცი ხა რა ცვლილებას ფიქრობ, რომ შეიტან, ეს ცალკე საკითხი არის და ნახოთ ახლა ვკითხოთ სამყაროს, შენ სწორი როგორ არის მაგ სიტუაციაში, რაშიც ხარ, შენ როგორ უნდა მოიქცე, ხო? სწორი რა არის მაგ სიტუაციაში შენი მხრიდან? როგორ უნდა მოიქცეს ეგ ადამიანი? სწორი რა არის ამ ქალბატონის მხრიდან მაგის ურთიერთობაში, რაშიც ახლა ეს არის სიგნიფიკაციის მიხედვით? სწორი გამოსავალი ამ სიტუაციაში რა არის ქალის მხრიდან, ანუ ქალი როგორ უნდა მოიქცეს? იქ სამკუთხედია. აქ სამართლიანი გადაწყვეტილება შენი მხრიდან არის ის, ჩემო ძვირფასო, რომ ამ ადამიანთან ოჯახი გიდოდა, მაგრამ ეს არის შენი გაკვეთილი, არჩევანი უნდა გააკეთო, აქ უნდა ძალა აღიდგინო, ახალი სიყვარული მოდის შენს ცხოვრებაში. მიყვებიან აქ ისტორიას. სწორი ამ შემთხვევაში შენთვის არის როგორი მოქცევა. შენს ცხოვრებაში უნდა მიცე შანსი, შემოვიდეს ახალი ადამიანი. ვიღაცა არის, ეს არის ამის სივრცეში უკვე იცის, აი არის ახალი ადამიანი ამის სივრცეში? არ იცნობ ჯერ შენ ამ ადამიანს. სწორი არის ის, ჩემო ძვირფასო, რომ აქ რას მაჩვენებენ, იცი, აირჩიე შენი თავი. ხა სიტყვა აირჩიე შენი თავი ძალიან დამაბნეველად ჟღერს, ხო? როგორ უნდა ავირჩიო ჩემი თავი? საკუთარი თავის სიყვარული აირჩიე მიწიერ დონეზე, აქ გეუბნებიან რა. ეხლა რას მოისაზრებს ეს ყველაფერი? შენ ფაქტიურად ცეცხლში იყავი, რო იტყვიან, აი იწვოდი და გეუბნებიან, რომ გამოდი ამ ცეცხლიდან, დატოვე კარს მიღმა, ეს ცეცხლის მდგომარეობა პრინციპში დატოვებული გაქვს. უბრალოდ ეხა როგორ არის იცი, ერთი შანსი იქ გაქვს დატოვებული, რომ პირობითად შეიძლება ისევ გახვედი ამ ცეცხლში, მაგრამ მეორე შანსი საკუთარ თავთან გაქვს, რომ მსჯელობ და ფიქრობ ეხლა, რომ ისა რა ქვია, რა არის სწორი, რა არჩევანის წინაშე ხარ, გაიგე? და ფიქრობ ახლა, რომ რა არის სწორი. აქ გეუბნებიან, რომ სწორი არის ჩემო ძვირფასო ის, რომ არჩევანზე დგახარ შენ და აქ საკუთარი, ასე ვთქვათ, სიძვირფასი აირჩიე. შენ თავის არჩევაში რას გულისხმობენ, იცი?
აჰა. შენ იცი შენი თავის ფასი და იცი რამდენად ძვირფასი ხარ და აი დააფასეო რა ამ ხრივ შენ თავი. უფრო ზუსტად რო გითხრათ, სწორი მოქცევა არის ის, რომ აი როგორად გახარ იცი ამ ადამიანს სიყვარულთან დაკავშირებით, აბა მე ამირჩევ თუ იმას აირჩევს. აქ გეუბნებია რომ ამ ადამიანს არ ესმის შენ. გამიგე, ეხლა ეს ადამიანი არის თავის ტრანსში გასული, არ ესმის ამ ადამიანს შენი და იმის მაგივრად რომ ამ ადამიანის გადაწყვეტილებას დაელოდო მის არჩევანს. აქ გეუბნებია რომ შენ აირჩიე შენი თავი, უფრო ზუსტად გითხარით რას გულისხმობთ აქ. აქ გეუბნებიან ზუსტად მაგას რა, რომ დატოვე ეგ ადამიანი თავის ოჯახთან, თავის მასობრივ ოჯახთან ერთად და წაიღე შენი სიყვარული, შენ თავს დაუბრუნე და მიეცი. შენს თავს დაუბრუნე. მისი ლოდინი, მის და შენი გრძნობები და მასთან ურთიერთობაში ყოფნა შენთვის არის ჩვეულებრივი, აი ჭექა-ქუხილიანი დაუსრულებელი დღე-ღამე, რომელსაც არ აქვს გამოდარების ამ სიტუაციაში მდგომარეობა და წარმოგიდგენ ახლა სულ ჭექა-ქუხილი, სასწაული თქეში და სულ ასეთ მდგომარეობაში ამდენ ხანს გაძლებ და ლოდი რასაც იწვევს ლოდინი ამ ადამიანის შენთან ამ ადამიანისა შენთან მოსვლისა რა. ეს იწვევს ამ ყველაფერს. გაიმარჯვეო შენს გადაწყვეტილებაზე, აქ გეუბნებიან, რომ ის არის, რა ქვია, ამ გაჩერებულ პოზიციაში რა არის ეს? ხო, როგორი რაღაცა იცი, ამ გაჩერებულ პოზიციაში ეს ადამიანი თითქოს აი ყველაფერი დატოვა და წავიდა შენგან რა. ხო და აქ შენ გიждები, ვერც ვერაფერს აკეთებ და ვიცი რა არის, ეს ადამიანი ორ ჩიხს შორის არის აღმოჩენილი. აქ გეუბნებიან, რომ აი შენში ის სიშლეგე რაც არის, აი როგორ ახარ იცი, გეფიცები, ისეთ მდგომარეობაში ხარ, რომ აი მიბმული ხარ თორე რო გაგიშვან, აი არაფერი ქალური ამ წუთას შენში აღარ არის დარჩენილი, ისეთი გამწარებული ხარ და თითქოს ყველაფერი თავზე ჩამოგენგრა და აქ გეუბნებიან, რომ აი ეს სიშლეგე მოაშორე, შენ ყველაფერი გააკეთე იმ ბედნიერებისთვის, რაც შეგეძლო ამ სიტუაციაში და როგორც კი შენ სიშლეგეს დაიმორჩილებ და შენი გადაწყვეტილების ერთგული იქნები მშვიდად, არა აი აბა რას იზავ მე ესეთი საკითხი დაგიყენე, არამედ ადეკვატურად ჩამოაყალიბებ შენს აზრს, რომ ნამდვილად გაიაზრებ იმას, რაც გადაწყვიტე და რისთვის გადაწყვიტე, აი მაშინ გაიმარჯვებ და ბედით შეიცვლება აქ შენ ყოფა შეიცვლება. აქ ბედი მაქსიმალურად ცდილობს, რომ მოგცეს პირობითად აი ეს ძაფი, რითიც შენ უნდა მოგსოვო, ასე ვთქვათ, შენი მომავალი ცხოვრება, მაგრამ შენ მაინც გახარ შეშინებული რა, მაინც გახარ შეშინებული და აქ გეუბნებიან, რომ ნუ ემალები ბედის წერას და იმას ქენი, რა ქვია, აი აქ მაგიტო მეუბნებიან, რომ აირჩიე შენი თავი, შეიყვარე შენი თავი. აქ დგახარ და ამას ელოდები ისევე, არა, საკუთარ თავზე დაფიქრდი, შენ როგორ უნდა მოიქცე, დაფიქრდი ის ცეცხლი, რაც გიზგიზებს უკან დახურე, დაანებე თავი და მოდი და აქ შენ დაფიქრდი იმ მომავალზე, რა მომავალიც ან მარტოს გელოდება, ან პირობითად იგივე სიტუაციაში რომ მიბრუნდე იქ და აქ გეუბნებიან, შენ როგორ უნდა მოიცე და აირჩიე შენი თავი პირობითად. აქ რას გულისხმობთ?
ხო, აირჩე შენი თავი, შენი სიუხვე, დააფასე შენი სიძვირფასე, რამდენად ძვირფასი ხარ, გამიგე? აქ როგორ უნდა მოიქცეს? აჰა, всё, გასაგებია აქ, რასაც მეუბნებიან, ხო. აქ ახალი ვიღაცისთვის ალბათ იყო, მაგრამ ნახე აქ რას მეუბნებიან, რომ შენი სიყვარული, შენი ემოცია მიეცი შენს თავს და შანსი მიეცი ამ ადამიანს. სხვათა შორის არა ახალი ცენსა. აჰა. აქ მე გეუბნებია, რომ შანსი მიეცი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამკუთხედში არ აღმოჩნდები. გამიგე, ჩემო ძვირფასო? და შანსი მოგეცემათ სამყაროსგან ასევე, როდესაც შენ დაუშვათ ემოციურად ჩამოყალიბდები, ისევ ბავშვურად კი არ მიცემ შანს ამ ადამიანს. ეს არის შენი გაკვეთილი, რომ ემოციურად გაიზარდო, იცოდე სად რა დოზის ემოციები გადასცე, ხო? და მხოლოდ ამის შემდეგ მოგეცემათ შანსი ურთიერთობაში და მე აქ ანუ მარტო სექსუალურად მიდი-მოდი ეს ბავშვური საქციელები, ასე ვთქვათ, ამ კაცის მხრიდან, რომელსაც უცებ თუ აი დრო ექნებოდა მოვიდო და ეს всё დაასრულე, ანუ გირჩევნია, ასე ვთქვათ, შენ როგორ უნდა მოიქცე და აჰა. აჰა. კი ბატონო, ანუ როგორ უნდა მოიქცე ჩემო ძვირფასო და კიდე გეუბნებიან აქ იყავი, ასე ვთქვათ, საკუთარი თავის მართველი და წადი წინ მომავალში, ანუ ის მომენტი, რომ ეს ადამიანი სექსუალური ურთიერთობისთვის მოვა, წავა და ასე შემდეგ დამთავრდა, რაც შენთვის ძალიან გულისსატკენი მდგომარეობა იყო რა. და ეს რა ქვია, ახალი ეტაპი დაიწყე ამ ადამიანთან მხოლოდ სერიოზული ურთიერთობის კუთხით, სადაც იქნები შენი სტატუსით და არა ემოციებით, ბავშვური ემოციებით, როდესაც მოვიდე და ისევ შანსს მისცემდი, დიდი ხნის განმავლობაში დისბალანსური ურთიერთობა, მაგას ოჯახი, შენ მარტო, აქ ეს კარმა უნდა დამთავრდეს. აი ესეთი ინფორმაცია, ჩემო ძვირფასებო. საერთოდ როგორ არის იცი? სამკუთხედური მდგომარეობა ყოველთვის ძირითად შემთხვევაში და სამკუთხედში აღმოჩენა ადამიანის ეს ქალი იქნება თუ კაცი იქნება არ აქვს მნიშვნელობა, არის კარმული თემა, აი 100%-ით. საერთოდ მაგ შემთხვევაში, როდესაც აი დაუშვათ თუ არ იცი რომ სამკუთხედში ხარ, ეს ცალკე თემაა კიდე და ეს ცალკე კარმა, მაგრამ აი ყოველთვის ურჩევ ადამიანებს, რომ თუ იცით რომ იმ ადამიანს ცოლი ყავს, მაქსიმალურად სანამ შეგეყვარდებათ ის ადამიანი, გამოდით ურთიერთობიდან და საერთოდ არ დაიწყოთ, იმიტომ რომ არის საშინელი ტკივილი, როდესაც მე ძირითადად სამკუთხედურ თემებს ვარჩევ და ვმუშაობ და ვიცი აქ რამხელა ტრამვას განიცდის ადამიანების მასა კარმული თემის კუთხით. ეხლა მე ვიღაცა იტყვის თუ შენი კარმა როგორ უნდა აცდე. ჩვეულებრივად ეგ არის შენი გამოცდა, შეხვალ თუ არა სამკუთხედურ ურთიერთობაში. ხა ვინც თავის მატრიცა იცის და შეხვდება ესეთი ადამიანი, იმან ზუსტად იცის რომ სამკუთხედში არ უნდა შევიდეს და ვინც არ იცის და აღმოჩნდება იქ სამკუთხედში, ხო? სამკუთხედში არ უნდა შევიდეს, რაც არ უნდა ეძახდეს ის მდგომარეობა, იმიტომ რომ იცის, მაგრამ ეს არის მისი, ასე ვთქვათ, გაკვეთილი, რომელშიც არ უნდა შევიდეს და აი ჩემთან რომ მოდიან ზუსტად მანდარი, რომ მე არის სიტუაციები, როდესაც ნახე როგორ არის, როდესაც შედიან ურთიერთობაში, იმ კარმებს გადიან ერთმანეთთან და შემდეგ ხდება ისე, რომ იმ ურთიერთობაში რაღაცა სიძვირფასეს აღწევენ ერთმანეთში რა და ყოფილა ისეთ შემთხვევაც ნამდვილად, რომ ერთად დარჩენილან. მაგრამ ეს ხდება 100%-დან 2 მიწიერ დონეზე, როგორ გაივლიან თავის გაკვეთილებს რა. მაგრამ ძირითად შემთხვევაში ეს არის ერთის ძალიან ძლიერი გაკვეთილი, კი არა და გამოცდა, რომელიც უნდა ჩააბაროს ურთიერთობაში არ შესვლით. ან თუ შესულია და მე აღმოაჩინა რომ რაღაცა უნდა დაბალანსოს და უშუალოდ გამოსვლით იმ მხრივ რომ კანონი არ უნდა დაარღვევს. ნახეთ, ძირითადად ამ ადამიანების ის არის ის რომ კანონდამრღვევები ვიღაცა და უშუალოდ წინა ცხოვრებაში იყო სამკუთხედში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ყოველს ინდივიდუალური ბეჭდატრიცა, ხო? აქედან გამომდინარე მე უკვე ხდება ხოლმე აი გამოსვლის ტკივილი რა და ზუსტად აი ეს არის მთავარი გადასალახი, რომ შენ
არ უნდა გაჩერდე დაუშვათ სამკუთხედში, ან აგირჩიოს, ეს უკვე იმ ადამიანის თემაა, უბრალოდ არჩევაზეც არ უნდა დააყენო, უბრალოდ თქვა, რომ მე არ შემიძლია სამკუთხედში ურთიერთობა. ჩემთვის ეს არის ყოვლად გაუგებარი, ყოვლად მიუღებელი და ასე დავიტანჯები თუ მარტო დავიტანჯები, ყველა შემთხვევაში ვიტანჯები და ის მაინც მეცოდინება მარტო რო ვარ, რომ შეიძლება ცხოვრებაში რაღაცა გამიმართლოს კიდე და შემოვიდეს ადამიანი, ვინც დაინახავს ჩემს სულს და ასე ვთქვათ, მექნება მშვიდი ცხოვრება. ანუ ყველა ვარიანტში სიმშვიდეში ხარ, როდესაც სამკუთხედიდან გადიხარ, იმიტომ რომ საკუთარი თავის ფასუხდები, კი, იტანჯები, მარტოობის შიში აქვს ხშირად ადამიანებს, მაგრამ მარტოობის შიში არ უნდა გქონდეთ. შეუძლებელია მარტო დარჩეს ადამიანი, უბრალოდ არის რაღაცა რეაბილიტაციის პროცესი, როდესაც გადიხარ და როცა მით უმეტეს სწორად იქცევი, შესამყარო მარტოს არ დაგტოვებს, გამორიცხულია. ჩემო ძვირფასებო, ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი დილის გაშლა და გისურვებთ ძალიან დიდ ბედნიერებას თქვენს ცხოვრებაში და თქვენი კარმების სუფთად დამუშავებას. ბედნიერი დღე და ბედნიერი პოზიტიური ენერგიები, ჩემო კარგებო.